მტკვრის დონის დღეიდან ავტომატურ რეჟიმში ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური გააკონტროლებს მოწყობილობა სპეციალისტებს ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში მიაწვეს. სადგურის გახსნა სიმბოლურად 23 მარტს მეტეოროლოგიის დღეს დაამსხვრეს. გაეროს კონვენციით საქართველო იმ 191 ქვეყანას შორის არის, რომელიც საერთაშორისო თარიღს შეუერთდა. ქვეყნის ჰიდრომეტცენტრის ისტორია კი უკვე თითქმის 2 საუკუნეს ითვლის. სოფო აზერიაშვილის სიუჟეტი. ამინძე დაკვირვებების სიცოცხლისა და ქონების დასაცავად. წელს მსოფლიო ამ სლოგანით აღნიშნავს მეტეოროლოგიის საერთაშორისო დღეს. მას შემდეგ, რაც 1950 წელს გაეროში მეტეოროლოგიური ორგანიზაციის შექმნის შესახებ კონვენციას ხელი მოეწერა, მსოფლიომ 23 მარტი მეტეოროლოგიის დღედ გამოაცხადა. ორგანიზაციაში ამ დროისთვის 191 ქვეყანაა გაწევრიანებული. ამ ორგანიზაციის ძირითადი დანიშნულება მისი წევრი ქვეყნების და პრაქტიკულად ყველა ქვეყანა წევრია მისი მთელ მსოფლიოში. წევრი ქვეყნებში მეტეოროლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური სფეროში საქმიანობის ერთიანი სტანდარტებით წარმოება. ეს არის მისი ძირითადი მიზანი. ერთიანი სტანდარტებით უნდა ხდებოდეს წარმოება როგორც დაკვირვებების, ასევე დაკვირვების მონაცემთა შეკრების, დამუშავების, გავრცელების. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც მეტეოროლოგიურ დაკვირვებებს აწარმოებენ. ჰიდრომეტცენტრი ქვეყანაში 1860-იანი წლებიდან არსებობს. ამჟამად საქართველოს კლიმატს 14 მეტეოსადგურიდან 24 საათის განმავლობაში აკვირდებიან. მეტეოროლოგიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მდინარე მტკვარზე ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური გაიხსნა. ყოველწლიურად მსოფლიოში აღინიშნება ეს თარიღი და საქართველოშიც გამომდინარე აფსაკისის მნიშვნელობიდან. იქიდან გამომდინარე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მეტეოროლოგიური დაკვირვებების შემდეგ უკვე პროგნოზების გაკეთება, აი ყველაფერიდან გამომდინარე ეს სფერო ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენი ამ ვიზიტიც ემსახურება აი ამ სადგურის გახსნას. ეს არის ბრდრუგანა, სადაც არის მოთავსებული თერმომეტრები. ვაშლიჯვრის მეტეოროლოგიური სადგური ერთადერთია, საიდანაც თბილისის კლიმატზე დაკვირვებაა შესაძლებელი. ჰიდრომეტსამსახური ქვეყნის ტერიტორიაზე ამინდის პროგნოზის დასადგენად რეგულარულად მუშაობს. მონაცემები, რომელიც მეტეოროლოგიური სადგურებში ტარდება, დაკვირვებების შედეგად იგზავნება ცენტრში, ობსერვატორიაში, სადაც არსებობს მონაცემთა დამუშავების ბაზა. ამ მონაცემთა დამუშავების ბაზაში მიმდინარეობს დამუშავება მონაცემების სტატისტიკური დამუშავება და ეს მონაცემები კლიმატური მონაცემების სახით აუცილებელია სრულყოფილი და საიმედო პროგნოზების გასაკეთებლად. ჰაერის მასების დადგენას ჭირდება ყოველ 3 საათში დაზუსტება, რომ პროგნოზი გამოვიდეს უფრო ზუსტი და რეალობასთან ახლოს. ამიტომ ჩვენს განყოფილებაში ყოველთვის მიმდინარეობს 24 საათიანი მუშაობა. საქართველო ჩართულია მეტეოროლოგიურ მონაცემთა გაცვლის მსოფლიო სისტემაში. ინფორმაცია საქართველოში ამინდის ცვალებადობის შესახებ მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციას ყოველ 3 საათში ერთხელ უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.